სახელითა მამისაითა და აზისაითა და წმინდისა სულისაით. ჩვენ ადამიანებს სუბიექტური განცდები გაგვაჩნია და ამის გარეშე ჩვენ არ ვარსებობთ და არ ვცხოვრობთ. მზე ჩამავალი ზღვაში ძალიან მშვენიერია ობიექტურად, მაგრამ ის სუბიექტურად თუ არ განიცადე, ის სილამაზე შენთვის არაფრის მომცემი არ იქნება. სიყვარული არსებობს სამყაროში, მაგრამ შენ თუ ის სუბიექტურად არ განიცადე, ის არაფრის მომცემი არ იქნება. ასეა მთელი სამყარო აგებული, არსებობს ობიექტური რეალობა და ადამიანის სუბიექტური განცდა. მაგრამ ადამიანს დაცემული ბუნება აქვს. აქედან გამომდინარე, მას სუბიექტური განცდები ატყვილებს. იგივე მზესთან დაკავშირებით, მზე რო ზღვაში ჩადის, მას მართლა შეიძლება ხილულად ეგონოს ძველად, ყოველ შემთხვევაში სანამ მეცნიერება განვითარდებოდა, სუბიექტური განცდა არა მარტო მშვენიერებას ამცნობდა, რომ მშვენიერი, არამედ ატყვილებდა კიდევაც, რომ მზე ეგონა რომ ზღვაში ჩადიოდა. საოცრად დიდი სასწაულია ის, რომ მზე და მთვარე ერთმანეთს იდეალურად ფარავს და სრული დაბნელება მზის იმიტომ არსებობს. მაგრამ სანამ მეცნიერება განვითარდებოდა, ადამიანს სუბიექტური განცდა ატყვილებდა და ეუბნებოდა, რომ მზე და მთვარე ერთმანეთის ტოლია ზუსტად და სინამდვილეში ესე არ არის. ის რომ სიყვარული როგორც სუბიექტური განცდა ძალიან ბევრ ადამიანს ტყუილში ამყოფებს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მრავალი უბედურება ხდება იმის გამო, რომ ადამიანს გონია სიყვარული ის, რაც სიყვარული არ არის. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ დღეს პავლე მოციქულის სიტყვები აღმოვიკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ სიმართლით და სარწმუნოებით ვცხონდებით. ძალიან მარტივი გასაგებია ერთის მხრივ. დიახაც, აბა როგორ ცხონდება ადამიანი, ან როგორ გადარჩება მარადიული თვალსაზრისით, თუ ის არ იქნება სიმართლეში და თუ არ იქნება რწმენაში. მაგრამ რასაზომი გვაქვს ჩვენ ჩვენი სიმართლისა და სარწმუნოებისა? სუბიექტური. და თუ სუბიექტური განცდები და გრძნობები ადამიანს ატყვილებს, მაშინ ჩვენ სარწმუნება რომ არ ქონდეს აქ-არცეთი არ ვიდგებით, მე ძალიან მიხარია, როცა ადამიანი ღამის თევაზე მოდის. მარტო მე არა ვარ მეთქი გიჟი ფიქრობ, ეგესხვებიც არიან და ერთად გიჟდებით. საოცარია ეს საოცარი განცდა, როცა ადამიანს წესით უნდა ეძინოს ან ერთობოდეს, როგორც ხშირად მithქვას, ღამე ამისთვის არის. ან ბნელი საქმეებისათვის, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ან გართობისათვის და ხშირად უზნეო გართობისათვის და ან ძილისათვის. ჩვენ არც ეს ვაკეთებთ, არც მეორეს, არც მესამე და ვდგავართ აქ. ესე ვდგავართ. ვდგავართ გარეგნულად, მაგრამ ჩვენ შიგნით საოცრებები ხდება, საოცარი ბრძოლა, საოცარი წუხილი, საოცარი სიხარული, ძიება, იმედგაცრუებაც, მაგრამ კვლავ ბრძოლის ჟინი რომ არ დაუთმოს, საოცრება ხდება, ხო? ეს რომ იკითხებოდეს თითოეული ჩვენთაგანი შიგნით რა, ისეთი საინტერესოა, მე წარმომიდგენია თითოეული თქვენთაგანი შიგნით, აი ეს 3 საათი რა ხდებოდა შიგნით. მთელი სამყაროა, საოცრად საინტერესოა. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი სუბიექტური განცდებია. ოღონდ ეს სუბიექტური განცდები ობიექტურიდან გამომდინარეც არის, იმიტომ რომ აბა რა მოგვიყვანა აქ, ხო მართლა გიჟები ხო არა ვართ? მაგრამ რამდენად სწორად აღვიქვავთ, რამდენად სწორად ვხედავთ. რამდენად სწორია ჩვენი შინაგანი სუბიექტური საზომი რწმენისა. იმიტომ რომ რწმენა მოგვიყვანა, მაგრამ ეს რწმენა როგორია ჩვენი? პავლე მოციქული იგივე ეპისტოლეში ამბობს, რაც დღეს აღმოვიკითხეთ, რომ რწმენა უხილავის მამხილებელი ძალა, ანუ რწმენა არის ძალა, რომელიც უხილავს მაჩვენებს. ანუ ადამიანი ვერ ხედავს, უხილავია ის მიღმიერი, ვერ ხედავს. მაგრამ მე ვხედავ, ოღონდ როგორ არ ვიცი და ვხედავ ისე, რომ თავსაც ვწირავ მისთვის. მაგრამ რადგან თვით როცა ვხედავ, ისიც კი შეიძლება იყოს ჩვენთვის საცდური და მეგონოს, რომ მზე მართლა ჩადის ზღვაში, ეს ისეთ მაგალითად მომყავს იგაურ სახე. ანუ ის რაც ხილულია, ისიც კი რომ ატყვილებს. რა იქნება ის, როგორი შეიძლება საცდური აღმოჩნდეს ის, რასაც მე ვერ ვხედავ. მithumates სამყაროში ბოროტება არსებობს. რა არის ბოროტება? ბოროტება ეს არის უკეთური ნება.
და ხიბლის მდგომარეობა. უკეთური ნება, როცა ადამიანი მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება ყოვლადწმინდა ნებას ღვთისას და მეორე, როდესაც ადამიანი ესე მიზანმიმართულად არ ეწინააღმდეგება, მაგრამ სამწუხაროდ შეცდომაში და ტყუილში იმყოფება. შედეგი ორივე შემთხვევაში ერთდაიგივეა. შენ გინა მიზანმიმართულად შეეწინააღმდეგო ღვთისნებას და გინა შემსტარი იყო, ორივე შემთხვევაში აცდენილი ხარ მთავარს, სიცოცხლის წყაროს. რა შეგჭამსო, მგელია თუ მგლისფერი ტურა, რა მნიშვნელობა აქვს ესეა. ამიტომ აქაც პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ეს სამწუხარო რეალობა არსებობს. არსებობს ბოროტება უკეთური ნების და ასევე პიროვნება, რომელიც თავის უკეთურ ნებას ავლენს და ბოროტება, როცა პიროვნება არის შემცდარი. ადამიანის ცხოვრებაში ეს ორი რაღაცა როგორც წესი ერთად შერწყმულია ხოლმე. ეშმაკი, რომელიც მიზანმიმართულად წინააღმდეგია ღმერთისა და ის არის უკეთური ნება და ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ესეთ უკეთურ ნებას არ ავლენს, თუ ის მართლა ესეთ შიშველი სატანისტი არ არის, მაგრამ ხიბლის მდგომარეობაში იმყოფება, ანუ შემცდარია. ოღონდ მას ეხმარება ის უკეთური ნება, რომელიც მიზანმიმართულად ღვთისნების საწინააღმდეგოა და გამოდის, რომ საწყალი ადამიანი, რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, საოცარ ღირსეულ საქმეს წარმოაჩენს ადამიანისათვის, რომ ღმერთის თანამშრომელი, ანუ ღვთის თანამუშაკი უნდა ვიყო, საწყალი ადამიანი ეშმაკის თანამუშაკი ხდება. და თან ეშმაკს ეს მოაქვს საოცარი ლანგრი, დამ ლანგარს ქვია სიმართლე. ანუ ის რითაც ჩვენ უნდა ვცხონდეთ, სიმართლე და რწმენა, აი ეს სიმართლე და რწმენა გვუპავს დამახინჯებულად და არასწორად გაგებული. ეს არ ემუქრებოდა მხოლოდ ვიღაცებს და არ ემუქრება მხოლოდ ვიღაცებს, ეს თითოეულ ჩვენთაგანს ემუქრება. იმათაც კი, ვინც აქ მოვედით და გარეგნულად ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს გულმხურვალე სარწმუნოებას. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენს გვემუქრება. იმიტომ რომ აი იმ ორმა უბედურებამ, რასაც დამახინჯებული სარწმუნოება და დამახინჯებული სიმართლის დამახინჯებული აღქმა ქვია, მან გარეგანი მსახურებაზე ის გარეგანი მსახურებაზე დამოკიდებული არ არის. თუ გარეგანი მსახურება გულმხურვალეა, ეს არ ნიშნავს, რომ იქ დამახინჯებული სიმართლე და დამახინჯებული რწმენა არ არის და ყველაფერი კარგად არის. ეს პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში ერთმანეთთან არ არის. ანუ ადამიანს აი ეს საზომი, რომ მე ვთქვათ, ღამე მოვდივარ, მე ვთქვათ, ლოცულობ, მე ვთქვათ, ღამეც კი ვდგები სალოცავად ისეც, მე ვთქვათ, სიკეთეს ვაკეთებ, მე ხშირად ვეზიარები, მე მღვდელი ვარ საერთოდ აგერა. ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, რაღაცას ნიშნავს, მაგრამ აი იმ ორ რამესთან, რაც საცდურად შეიძლება გვექცეს, მაგრამ რაც ამოვედროს ჩვენი მაცხოვნებელია, აი იმასთან მიმართებაში არაფერს ნიშნავს. ანუ ადამიანს სხვა რაღაც საზომი და შეფასების სხვა კრიტერიუმი უნდა კონდეს, რომ მიხდეს ეს სიმართლე, საღვთო სიმართლეა თუ ჩემი და ეს რწმენა, ჭეშმარიტი რწმენაა თუ არაქრისტიანული რწმენა. ანუ ჩემი გარეგანი ღვაწლით მხოლოდ მე მას ვერ მივხვდები. ჩემი ეკლესიისადმი კუთვნილებით, ჩემი სიკეთის ქმნით, ჩემი სამღვდელო დასისადმი კუთვნილებით მე ვერ მივხვდები, ჩემი მაზიარებლობით ვერ მივხვდები, რომ ეს სიმართლე და ეს სარწმუნოება, რომელიც მე მაქვს, რამდენად სწორია, რამდენად საღვთო სიმართლეა და რამდენად ჭეშმარიტი სარწმუნოება. რაღაც სხვა საზომია კიდევ საჭირო. რა საზომია ეს? რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს ჩვენ ყველას გვჭირდება. რთულია ამაზე პასუხის გაცემა. მაგრამ ალბათ რაც ასაც ახლა მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სიმდაბლე. სიმდაბლე, რომელიც არავინ არ იცის ბოლომდე რა არის, ბოლომდე მისი განმარტება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. უბრალოდ მას თავისი გამოვლინებები აქვს სიმდაბლეს. და ერთ-ერთი გამოვლინება სიმდაბლისა ეს არის
მორჩილება ზოგადად საღვთო განგებულებისა და მიხვედრილობა და სიბრძნე იმისა საღვთო განგებულება ყოველდღიურობაში როგორ ვლინდება ადამიანთა შორის ურთიერთობებში. თუ ადამიანმა ეს არ განიცადა, არ დაინახა და აი ამ გზაზე არ დადგა, ის აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდება ბოროტისაგან, იმიტომ რომ ეშმაკი როცა გვერბძვის, ზოგს გონია რომ ეშმაკი მაინდა-მაინც რაღაცა გარეგანი პრობლემებით გერბძვის. ეშმაკი უპირველეს ყოვლისა გერბძვის იმაში, რომ შენი სიმართლე არ იყოს საღვთო სიმართლე და შენი რწმენა არ იყოს მაცხოვნებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება. სწორედ ის უპირველეს ყოვლისა ამაში იბრძვის. და არც ერთი წამი არ აქვს ადამიანს რომ ეშმაკი არ ებრძოდეს. და როგორც ანტონი დიც რო ანახა ეს მთელი დედამიწა რო ხაფანგებში იყო მოცული და ვინ გადარჩებაო შეძრწუნდა ანტონი დიდი და ხმა მიეცა გამოცხადებით. მდაბალი, ვინ გადარჩება? მდაბალი. ერთადერთი იარაღია ეს, რითაც ადამიანი და კიდევ ვიმეორებ, ის იარაღიც ცალკე განმარტებას საჭიროებს, იმას მხოლოდ რაღაც ნაყოფები აქვს და ძალიან დიდი სიბრძნე ჭირდება და სიბრძნე საიდან მოდის? სიბრძნე წიგნის კითხვით არ მოდის. წიგნის კითხვა აუცილებელია, მაგრამ იქიდან არ მოდის. სიბრძნე ფიქრით არ მოდის. ფიქრი აუცილებელია, მაგრამ სიბრძნეს ფიქრთან და წიგნის კითხვასთან, საკუთარ თავში ჩაღმავებასთან, ანალიტიკურ აზროვნებასთან და ასე შემდეგ ჭირდება საღვთო მადლი. ანუ უნდა ითხოვდე და მოგეცემა. მე მესმის ახლა რა ვიცი, ძნელად წარმომიდგენია, რომელიმე ჩვენთანგანი დგას და ღმერთო სიბრძნე მომეცე და მეეჭვება ხოლმე, მაგრამ შინაგანი ეს განწყობა უნდა იყოს. ის რასაც ჩვენ ვითხოვთ საღვთო მადლი და ცხონებას სიბრძნის გარეშე შეუძლებელია. ღვთისული შემოვიდა სიბრძნე შენში. ღვთისული არ არის, სიბრძნე არ არის. და ის რაც არის ღვთისულის გარეშე, რომ სიბრძნე გმონია, ეს ერთ-ერთი წყარო ხდება მერე ხიბლის. ღმერთი შეგვეწიოს და მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ დღევანდელი დღისათვის. ხო მაგარი ღამე იყო, თუ დღე იყო, რა ვიცი რა არის, უკვე დავიბენე. ღმერთმა აცხოვნოს ჩვენი მიცვალებული და ღმერთმა გაგვაძლიეროს. ჩვენი ცხოვრება ეს არის, დღეს აქ თვალე წავალთ. და თუ ჩვენ ვიქნებით მზაობაში, ანუ ჭეშმარიტ ჩვენი სიმართლე იქნება ის საღვთო სიმართლე, რომელიც მაცხოვნებელია და ჩვენი რწმენა იქნება ის რწმენა, რომელიც ასევე მაცხოვნებელია, მაშინ ჩვენთვის გარდაცვალება იქნება მართლაც მეორედ დაბადება და დიდი სიხარულის მომნიჭებელი. ღმერთი შეგვეწიოს, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.